დილომშვიდობისა საქართველოს დღეს 23 მაისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. Ტელეკომპანია იმეჯის სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2012 წლებში ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტების საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას სოფო ნიკოლაიშვილს, ნოდარ არველაძეს, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლევან გაჩეჩილაძეს მოусმენენ. ქართული ოცნების განცხადებით დღევანდელი სხდომა მსოფლიო საზოგადოებას დაანახებს თუ რა პირობებში უწევდათ მედიასა და მოსახლეობას ცხოვრება. ოპოზიციაში კი ყურადღებას კვლავ კომისიის არალეგიტიმურებაზე ამახვილებენ. ესეთი ქვეყანა ძალიან ცოტა ცივილიზებულ სამყაროში, სადაც სპეცრაზმი შეიძლება შეიჭრას მედია სივრცეში, პირდაპირ ეთერი ჩაშალოს და აპატიმროს ჟურნალისტები და ასე დაანგრიოს აპარატურა და ასე შემდგომ. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენ სხდომა და შესაბამისად როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იხილონ მსოფლიო საზოგადოებამ მათ შორის თუ რასთან ქონდა ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ხალხს საქმე 2003-2012 წლებში. ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ქართულმა ოცნებამ შექმნა საგამოძიებო კომისია იმის მით, რომ საბოლოოდ გამოეძიებინ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს მომხდარი ფაქტები, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ უმნიშვნელოვანესი ფაქტები და ასევე ფაქტები, რომლებშიც ფიგურირებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ფიგურირებს და ძალიან ცუდი ფაქტები, მათი გამოძიება რეალურად არ ხდება, რადგან არ არიან დაკითხული უმნიშვნელოვანესი მოწმეები. ყოველდღე ვწმუნდებით, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა იყო საკვანძოდ მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე გაგვიაზრებინა რა რეჟიმს დავაღწიეთ თავი და რა საფრთხის წინაშე ვართ ახლაც. მაშინ, როდესაც თავად იმედის დარბევაზე ჩვენ სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა მომხსენებელთან უკვე მოვისმინეთ ის მძიმე ფაქტი, რაც მედიის ტერორს და მედიაში შევარდნას გულისხმობდა, ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიის ამ სხდომაზე უკვე დეტალურად მოვისმენთ, როგორ განვითარდა პროცესები. ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა ალელოს ლიდერების შემდეგ 50,000 ლარიან გირაოს იხდის გიორგი ვაშაძეც. პარალელურად გირაოს გადახდას არ აპირებენ არც ნიკა გვარამია და არც ნიკა მელიამელი, არც სასამართლოს სხდომაზე დასწრებას გეგმავს. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო უკვე დაკავებულია ორი პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. უმრავლესობის განცხადებით კი ის ადამიანები, რომლებიც სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს არ ეხტიან, ქვეყანაში ესკალაციის სურვილი აქვთ. ყველა პოლიტიკოსის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ არ გამოცხადებულიყო ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე, არის ძალიან გაბედული ნაბიჯი და მისასალმებელი, ხოლო ამისი მომდევნო ნაბიჯი გირაოს გადახდისა თუ არ გადახდისა, ასევე ინდივიდუალურად იყო გადასადგმელი და ჩვენ ორივე შემთხვევაში პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას. მე არ მგონია, რომ თვითმიზანი უნდა იყოს მაინც და მაინც ყველა პოლიტიკოსისათვის ის რომ მოხდეს ციხეში. ვინც გირაოს იხდის არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც გირაოს არ იხდის, უფასებ გაბედულ ნაბიჯს, იმიტომ რომ პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში უნდა იყოს ტონის მიმცემი და იმის მაჩვენებელი თუ რაზე არის თავად წამსვლელი ამ პროცესისთვის, როდესაც კაცი თავისუფლებას დებს სასწორის პინაზე არის ცალსახად უფრო დასაფასებელი ვიდრე მეორე. როდესაც ისინი აბსოლუტურად კანონის მიერ კანონიერ მოთხოვნებს სასამართლოსი არ ემორჩილებიან, არ ექვემდებარებიან, აქვთ იმედი, რომ ეს გამოიწვევს უცხოეთიდან საქართველოზე ზეწოლას, მათ მიერ კანონის დარღვევა, ხარდაჭერას კანონდარღვევების მხრიდან და ქვეყნის შიგნით დაძაბულობის ტემპერატურის აწევას. ანუ ეს არის მათი მიდგომა, რომ ქვეყანაში სისტემურად ყველაფერს დაუპირისპირდნენ. პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში იწყება. ცვლილებებით გაუქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სისხლის სამართლის ის საქმეები კი, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა. მეორე საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და ყალიბდება როგორც ეროვნული დაზვერვის სააგენტო.
დაზვერვის სამსახური ცალკე სააგენტოს სახით შევა საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ზუსტად ესეთივე მსგავსი მოდელი არის ნატოს წევრ არაერთ ქვეყანაში, რაც თავის მხრივ გაძლიერებს ეფექტურობას, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ეხლა დამოუკიდებელ ორგანოს, იმ ორგანოს, რომლის დამოუკიდებლობის სტანდარტიც არის საფუძველ დადებული საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პროკურატურის სახით შეიძლება გამოიძიოს ის დანაშაულები, რომლებიც განსაზღვრული იყო აქამდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობაში და შესაბამისად დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა გამოძიებასთან დაკავშირებით იქნება სრულად უზრუნველყოფილი. ეს ამავდროულად ეფექტურობის თვალსაზრისით უმჯობესი იქნება. უკრაინაში ომი გრძელდება. კიევმა მოსკოვის მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ იერიში მიიტანა კურსკის რეგიონზე. ქალაქ ლგოვზე მასშტაბური შეტევის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი. რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიმართულებით 159 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. საომარი მოქმედებების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მშვიდობის მისაღწევად ყველა ნაბიჯის გადადგმისთვის მზად არის. ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟინის განცხადებით, კიევს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მისი საზღვრები 1991 წლის პერიოდს დაუბრუნდება. ზალუჟინის თქმით, ომში გამარჯვება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება რუსეთის მხრიდან ომის წარმოების შესაძლებლობების სრული განადგურება. ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. საერთაშორისო მედიის ცნობით ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშს 80 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა არიან დაშავებულებიც. პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით დაახლოებით 50 ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება. ანკლავის ბლოკადის მოხსნას მოითხოვს გაერო, რათა ღაზას სექტორში საკმარისი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს. ისრაელის საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ლიბანის ტერიტორიებზეც. როიტერის ცნობით მაისის თვეში თელ-ავივმა ლიბანზე სულ 14 საჰაერო იერიში განახორციელა. და ისევ საქართველოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ესტონეთის ვალგამას განათლების ცენტრი თანამშრომლობას იწყებს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, კონფერენციებისა და სემინარების განხორციელებას, ერთობლივი კულტურული, სპორტული და შემეცნებითი პროექტების ორგანიზებასა და გაცვლის პროექტებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქტიური ურთიერთობა აქვს ევროპულ საგანმანათლებლო ცენტრებთან. ამ კუთხით სრულიად ახალი მიმართულება იხსნება და ახალი პერსპექტივა იხსნება ჩვენი სტუდენტებისათვის. ესტონურ პროფესიული განათლების ცენტრებთან დაიდო მემორანდუმი და უკვე ჩვენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს და მის სტუდენტებს ექნებათ საშუალება განათლება მიიღონ და გააგრძელონ სწავლა ესტონეთში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის ვალგამას პროფესიული განათლების ცენტრებს შორის მნიშვნელოვანი ევროპული პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა განათლების სფეროში მრავალ წელს ითვლის. ეს მემორანდუმი კი არის ახალი ეტაპი პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით და უქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენ სტუდენტებს. სტუდფესტი 2025 გრძელდება. ეს არის 5-თვიანი ახალგაზრდული ფესტივალი, რომელშიც სტუდენტები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები. პირველი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც სპორტისა და განათლების სფეროებს აერთიანებს, ივნისის შუა რიცხვებში ჩატარდება, ხოლო კულტურის სფეროსთან დაკავშირებული აქტივობები სექტემბერში გაიმართება და გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება. ძალიან მიხარია რომ ვიღებ სტუდფესტში მონაწილეობას, მე ვთამაშობ ჭადრაკს, ასევე ჩემი მეგობრები იღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას და ეს ძალიან კარგი საშუალებაა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის. ტარდება შეჯიბრი სპრინტის სახეობაში. მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, რათა გვაძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას იმისას, რომ გამოავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები ამ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში.
ავიაკატასტროფა ამერიკაში 2 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა სან-დიეგოში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას დაშავებულია კიდევ 8 ადამიანი. თვითმფრინავის აფეთქებამ დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, შემთხვევის ადგილიდან მოხდა 100-მდე ადამიანის ევაკუაცია. მომხდარის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება. დონალდ ტრამპმა ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების სასწავლებელში მიღების უფლება შეუჩერა. ძალადობისა და ანტისემიტიზმის მიზეზით შეწყვეტილია ჰარვარდის სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის სერტიფიკაციაც. შტატების პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკანონოს უწოდებენ. უნივერსიტეტის ცნობით, მხოლოდ გასულ წელს სასწავლებელში 7000 უცხოელი სტუდენტი იყო ჩარიცხული. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე rustavio.rt. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 9 საათზე.